ოპოზიციონერი ლიდერებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს. დაკავებულ პოლიტიკოსებთან სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში ადვოკატები იმყოფებიან, რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს ის ბათუმის პროკურატურაში, ბადრი ჯაფარიძე კი თბილისის პროკურატურაში იმყოფება. ანა ბროლაძე თემის დეტალებით გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში და მისგან ამ საქმეზე უფრო მეც მოვისმენთ. ანა, გისმენთ. შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დიდი ხალხმრავლობა არის ამ შემთხვევაში რუსთავის სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში, სადაც რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი ნიკა გვარამია, ნიკა მელია, გიორგი ვაშაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია იმყოფებიან და მათთან არიან შესრულები არა მხოლოდ გამომძიებლები ბრალის ოფიციალურად წარსადგენად, არამედ ამ შემთხვევაში მათი ინტერესების დამცველები, რომლებმაც ბუნებრივია მედიასთან ისაუბრეს იმ განცხადების შემდეგ, რომელიც მოვისმინეთ პროკურატურისგან და სამართლებრივი შეფასების ნაწილში ამბობენ, რომ ის რაც მთავარ პროკურატურაში გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ წაიკითხა და გააცნო საზოგადოებას, ეს არის აბსურდული ბრალი, ვინაიდან შინაარსობრივად ის რასაც ედავებიან პოლიტიკოსებს, პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებას, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობას, პოლიტიკურ განცხადებებს, თუ ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟი და ეს საქმედება არის დასჯადი, ან თუნდაც კრიტიკა და ოპოზიციური განწყობა შეიძლება მოექცეს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში, მაშინ შესაბამისი კვალიფიკაციით საქართველოში მოსახლეობის დიდი უმრავლესობა შეიძლება რომ იყოს გასამართლებული, ასეთი არის ადვოკატების პოზიცია, თუმცა ბუნებრივია ისინი მაინც ელოდებიან ოფიციალური დოკუმენტაციის ჩაბარებას, საქმის მასალებს, მას შემდეგ რაც ბრალის დადგენილებას ჩაიბარებენ თითოეული ამ შემთხვევაში ბრალდებულის ადვოკატი, თუმცა აღსანიშნავია რომ დღეს საგამოძიებო უწყებას არ უთქვამს აღკვეთი ღონისძიების სახედ, რაც მოითხოვს ამ ადამიანებისგან იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ისედაც იხდიან სასჯელს სხვა მუხლით, ვინაიდან თითოეულმა მათგანმა უარი განაცხადა პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისვლაზე. ელენე ხოშტარიამ, რომელსაც პროკურატურა ედავებოდა წინასაარჩევნო პერიოდში ქართული ოცნების მერობის კანდიდატის კახი კალაძის ბანერის დაზიანებას, მან საერთოდ უარი განაცხადა პროცესში ჩართვაზე და დღესაც მისი უფლებადამცველი ამბობს, რომ ელენე ხოშტარია მიზანმიმართულად უარს ამბობს საგამოძიებო უწყებებთან თანამშრომლობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ მიაჩნია თითოეული შტო და თითოეული ინსტიტუცია არის პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი და აღსანიშნავია, რომ თავად დროას ლიდერის პოზიცია მან გამოაქვეყნა სოციალურ ქსელ Facebook-ში პოსტში, რომელსაც ვკითხულობთ, წერია, რომ მადლობა პროკურატურას ჩემი შრომის დაფასებისთვის, სულ მიჭირდა პიარი, დიახ, რუსული ოცნების სანქცირებაზე ინტენსიურად მუშაობდი და ვიმუშავებ, ოღონდ ერთი შეგეშალათ, ბოლო ერთი წელი კი არა, 2022 წლიდან მუშაობ რუსეთის წინააღმდეგ, დიახ, პროტესტში სულ ძალიან აქტიური ვიყავი და ვიქნები, წერეთ და იკითხეთ რუსებო, მაინც ვერ გადარჩებით, ტყუილად ნუ შეწუხდებით ციხეში მოსვლაზე, მაინც ვერ გეღირსებათ ჩემი ნახვა ბოლომდე. და აღსანიშნავია, რომ ელენე ხოშტარია დღეს არ შეხვედრია გამომძიებელს, რომ ბრალის დადგენილება ჩაებარებინა, თუმცა მისი ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ჯერჯერობით დაცვის ქვეშ მყოფთან არ არის შეჯერებული საბოლოოდ როგორი იქნება სტრატეგია სამართლებრივი დაცვისა უშუალოდ სასამართლოს ხდომაზე, როდესაც დაიწყება პროცესები ახალ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. თქვენ ვისაუბრე უკვე დანარჩენი ადვოკატების პოზიციებზე, თუმცა ასევე კიდევ ერთი ბრალდებულის და მსჯავრდებულის ნიკა გვარამიას პოზიცია ვიხილეთ ასევე სოციალურ ქსელ Facebook-ში. ძვირფასო და საამაყო მაგარო კაცებო და ქალებო ოპოზიციიდან გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის. ამან წააქცია რეჟიმი და აქცია გარეთ არაღიარებულ ხელჩამოურთმებლად, არალეგიტიმურად პოლიტიკურ კეთროვნად, ხოლო შინ საძულელად და გარიყულად სოციალურ და პოლიტიკურ ხეიბრად. ძვირფასო და საამაყო პოლიტპატიმრებო, რეჟიმის ტყვეებო, დიახ, თქვენი მორალური უპირატესობის წნეხმა გაჭყლიდა ქოცები და სრულიად დაუკარგა ორიენტირების და რაციონალური მოქმედების უნარი. ბოლომდე ეს არის ამ შემთხვევაში ნიკა გვარამიას პოზიციაც. კიდევ ერთი პირი, რომლის მიმართაც სისხლის სამართლებრივი დევნა არის დაწყებული და ახალი ბრალის წარდგენა, ეს არის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ალეგორიული პოსტი გამოაქვეყნა პროკურატურის განცხადების შემდეგ და მიანიშნა, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება და მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი რუსული ინტერესების დაკვეთით მოქმედებს და მიმართავს ის ბიძინა ივანიშვილს, როგორც აღნიშნე ალეგორიულად, რომ იცოდე მე არ მწყინს, იმიტომ რომ ვინც შენც ისევე გაქვს აღკვეთილი თავისუფლება როგორც მე, ამიტომ გვპირდები, რომ როცა ჩვენს ქვეყანას გავათავისუფლებთ, შენც გამოგიხსნით მაგ აკვარიუმიდან და დაგაბრუნებთ ატლანტიკის ოკეანეში ცოტაც კიდევ გაძელი. ასეთი არის მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს პირდება, რომ მალე უწევთ ერთობლივად კიდევ ერთი ახალი სელფის გადაღება. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ ის განცხადებები,
კავშირები, რომელიც რუსთავის საშილახსრულებით დაწესებულებებთან გაკეთდა მას შემდეგ, როდესაც ადგილზე მივიდნენ გამომძიებლები, ახალი ბრალის წარსადგენად და პოლიტიკოსების ინტერესების დამცველები. საჯაროდ გავრცელდა ეს ბრიფინგი და თუ შეიძლება მეც ვეღარ გეტყვით. გიორგი ვაშაძეს უნდა შევხვდე და გავაცნო ბრალის შესახებ დადგენილება. ნიკა ნორმელიას უნდა წარედგინოს ბრალი, დეტალებს რაც შეეხება, განცხადება გაკეთდა უკვე ბრიფინგის საშუალებით დღეს და შესაბამისად იხელმძღვანელეთ ამ განცხადებით დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვით. რაც მოვისმინეთ ჩვენ გენერალური პროკურორის ბრიფინგიდან, ფაქტობრივად გამოდის, რომ ნებისმიერი ოპოზიციური ლიდერი, რომელიც აპროტესტებდა ბოლო 2 წლის განმავლობაში იმ ასე ვთქვათ, უმსგავსობას, რაც ქვეყანაში ხდებოდა, ეს დაკავშირებული არის საბოტაჟთან. კოლექტიური პასუხისმგებლობის პრინციპი შემოაქვს პროკურატურას, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი. თუკი ჩვენ საბოტაჟად მივიჩნევთ ნებისმიერი ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქის და მათ შორის პოლიტიკური ლიდერის პოზიციას და მის ასე ვთქვათ, საჯაროდ გამოთქმულ პოზიციას, მაშინ საქართველოს 70% საბოტაჟის ბრალდებით უნდა იყოს ბრალდებული. არც ერთი ოდნავ თავმოყარი იურისტიც კი არ წაიკითხავდა იმ ტექსტს, რაც დღეს ჩვენ მოვისმინეთ ბრიფინგზე. ცხადია რომ აქ სამართალი არაფერ შუაში არ არის. ჩვენ თვალს ვადევნებთ რუსი ოლიგარქის მიერ ქვეყანაში დიქტატურის დამყარების მცდელობას და ამის შემადგენელი ნაწილი არის სწორედ დღეს ჩატარებული ბრიფინგი. წარმოდგენა არ მაქვს რაზე დაყრდნობით წარუდგინეს ბრალდება. ერთი არის ფაქტი, რომ იმდენად აბსურდული ტექსტი იქნა გაჟღერებული ბრიფინგზე, რომ შეუძლებელია ამ საქმეს რაიმე სამართლებრივი საფუძველი გააჩნდეს. იქამდე სანამ რა თქმა უნდა ჩვენ მასალებს არ გავეცნობით, დეტალურ ანალიზს ვერ შემოგთავაზებთ, თუმცა განცხადებიდან გამომდინარე და ბრალის ფორმულებიდან გამომდინარე დამერწმუნებით, რომ ეს ამ ასე ვთქვათ განცხადებას სისხლის სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამიტომ დეტალებზე უფრო მოგვიანებით შეგვიძლია საუბარი, ვინაიდან ჩვენ სავარაუდოდ მრავალტომიან საქმეს უნდა გავეცნოთ, ვინაიდან გამოძიება მიმდინარეობდა 1 წლის განმავლობაში. მოცემულ საქმეში პოლიტიკური პროცესებია კრიმინალიზებული. მოცემულ საქმეში ადამიანებს ბრალი დაედოთ იმის გამო, რომ პოლიტიკურ პროცესს აწარმოებდნენ. მათ შორის იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა, მათ შორის იქნება სანქციო პოლიტიკა, მათ შორის იქნება პროტესტის აქტიურად ქუჩაში გამოხატვა. ეს ყველაფერი სინამდვილეში ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ ქართული ოცნება ყველა პროტესტანტ ადამიანს ეუბნება საქართველოში პროტესტის გამოხატვა, საქართველოში ოპოზიციონერობა დასჯადი. პროკურატურის განცხადებიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთი ბრძალი რაც წარდგენილი აქვს არის მაგალითად ის, რომ პოლიტიკოსები საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებდნენ კანონის დამრღვევი რეჟიმის წარმომადგენლები დაისანქცირებინა და ეს არის ჩათვლილი მტრულ საქმიანობა და ეს არაფერი არ არის სხვა თუ არა მტრული საქმიანობა, რასაც ერქვა საბჭოთა კავშირის დროს, რის გამოც ადამიანებს ხვრეტდნენ, ეს არის 21 საუკუნის 37 წელი. ელენე პროცესში არ მონაწილეობას არ მიიღებს, ამჟამად მისი გადაწყვეტილება ეს გახლავთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჯერ ძალიან საწყის ეტაპზე ვართ, რომ საბოლოო სტრატეგიაზე ვისაუბრეთ და ჩამოვყალიბდეთ. დღეს ორადორ პოლიტიკოსთან დაკავშირებით დააკონკრეტა და დააზუსტა საგამოძიებო უწყებამ, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით ითხოვს გირაოს და ეს ორივე პოლიტიკოსი იყო ლელოს დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ბადრი ჯაფარიძეს თბილისის მთავარ საგამოძიებო უწყებაში ჩააბარეს ბრალის დადგენილება, მამუკა ხაზარაძეს კი ბათუმის პროკურატურაში. ორივე მათგანი ბუნებრივია, რომ არალოგიკურად მიიჩნევს იმ ბრალდებას, რასაც მათ საგამოძიებო უწყება ედავება და ისინი ამ განცხადებას და ამ გამოძიების დაწყებას უკავშირებენ მათ პოლიტიკურ საქმიანობას, ამბობენ, რომ ხელისუფლება ცდილობს სამართლებრივი საფუძვლები კიდევ უფრო დიდი დოზით შექმნას პარტიების ასაკრძალად, ლელოს ასაკრძალად, თუმცა მათი გზავნილი არის, რომ არ გამოუვა ამ შემთხვევაში მმართველ გუნდს ოპოზიციის დაშინება და მათი ბრძოლა ხელისუფლების შესაცვლელად ოღონდ ეს ბრძოლა მათთვის და ხელისუფლების ცვლილება დღეს დაზუსტებით და კონკრეტიკით თქვეს, რომ გადის ბუნებრივი არჩევნებზე და სწორედ ასეთი იყო მათი სტრატეგია და მიზანი, როდესაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა და 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, სწორედ ამ ტაქტიკით გააგრძელებენ ბრძოლას ქართული ოცნების წინააღმდეგ. ბიძინა ივანიშვილი და რუსული ოცნება არის ძალიან სერიოზულ პანიკაში. ამის დასტურია ის, რომ დღეს მე ბრალი წამიყენეს ისეთ აბსურდზე, როგორიც არის ორგანიზება, დანაშაულებრივი ორგანიზება რუსთაველზე, მოლოტოვის კოქტეილების დამზადება, მანქანის აფეთქება და თუ რამე შეიძლება, ესე ვთქვათ, ავადმყოფურ თავში მოიხარშოს, ჩაწერეს ამ, ასე ვთქვათ, ამ სულელურ ბრალდებაში. მინდა მივმართო მათ, რომ საქართველოში რაც არ უნდა გააკეთოთ, სიტყვის თავისუფლებას ვერ შეაჩერებთ, პოლიტიკურ პროცესს ვერ მოკლავთ, თუმცა დიდი მცდელობა გაქვთ მაგის
და ქართულ ხალხს დემოკრატიას ვერ წაართმევთ. ჩემი გზა პირადად და ჩემი თანამებრძოლების ყოველთვის იყო მიმართული იმისკენ, რომ სახელმწიფო დაცული ყოფილიყო საბოტაჟისგან და ეხლა ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ საბოტაჟს ახორციელებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოს მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ, ეს ხელისუფლება გვიყენებს ბრალს საბოტაჟის ბრალდებით. რა თქმა უნდა, ეს არის პროკურატურის მიერ პოლიტიკური დავალების შესრულება. ჩვენი მოწოდება იყო დარჩება მუდმივ, რომ პრიზისი უნდა განიმიხილოს არჩევნების გზით. ამიტომაც მივიღეთ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, ამიტომაც მივიღეთ მონაწილეობა შარშან არჩევნებში და მივიღეთ მონაწილეობა შემდგომ არჩევნებშიც. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა პოლიტიკურ კრიზისს უნდა განიმიხილოს ხოლმე არჩევნების გზით. დღეს მას შემდეგ რაც პროკურატურამ გააკეთა განცხადება და ოპოზიციის ლიდერებს დამატებით ბრალი წარუდგინა, მოვისმინეთ ახალი სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დაწყებული ძიების შესახებ, ბუნებრივია რომ პარტიები გამოეხმაურნენ ამ საკითხს. დღეს მაგალითად ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში თქვეს, რომ ამ განცხადების შემდეგ ხელისუფლებამ გამოაშკარავა საკუთარი მიზნები, რომ უკვე ქვეყანა მოაქციოს სრულად იზოლაციაში და ისინი დამატებითი ბრალის წარდგენას ოპოზიციონერი ლიდერების მიმართ, რომლებიც ისედაც ციხეში იმყოფებიან, ემსახურება და არის გამოძახილი გარკვეულწილად იმ გაფართოების კრიტიკული ანგარიშისა, რომელიც ვნახეთ ევროპული მხარის მხრიდან, რომელშიც ერთ-ერთი მოთხოვნა იყო სწორედ დაკავებული ოპოზიციონერების გათავისუფლება. ამის საპირწონედ დღეს მოვისმინეთ პროკურატურის განცხადება ახალ ბრალთან დაკავშირებით. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ერთობა არის ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინია ქართულ ოცნებას და ეს უნდა იყოს კიდევ ერთხელ გარკვეული სიგნალი ყველა ოპოზიციური პარტიისთვის, რომ ახლა არის ერთიანობის დრო და პროტესტის გაძლიერების დრო. აღსანიშნავია, რომ ასეთივე შინაარსის გზავნილი ჰქონდათ კოალიცია ცვლილებების დარჩენილ წევრებს, რომლებიც ასევე სპეციალური განცხადებით გამოეხმაურნენ მათი კოალიციის ლიდერების მიმართ ახალ ბრალს. მაგალითად, გიორგი გახარიას თანაგუნდელებმა თქვეს, რომ ქართული ოცნების ქმედებები არის არალოგიკური და მათი პარტიის ლიდერის მიმართაც არის დაწყებული სისხლის სამართლებრივი საქმე და ძიება, თუმცა რა მიზანს ემსახურება ეს ახალი საქმე გამოჩნდება თავად პროცესში და გიორგი გახარიას თანაგუნდელები ისევე როგორც სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ინტერესდებიან პროკურატურამ დააკონკრეტოს ვის გულისხმობს იმ მტრულ სახელმწიფოებში, რომლის შესახებაც ის დღეს სპეციალურ განცხადებაში საუბრობდა გენერალური პროკურორი, როდესაც თქვა, რომ დაწყებულია ძიება საბოტაჟის უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე. დღეს მართულ გუნდში განმარტავდნენ, რომ გიორგი გვარაკიძე გულისხმობდა არა რომელიმე მტრულ სახელმწიფოს, ვინაიდან პრეისტორიას თუ გადავხედავთ და იმ ძიების პერიოდს, როდესაც სწავლობდა საგამოძიებო უწყება ამა თუ იმ პოლიტიკოსის ქმედებას, ისინი ხვდებოდნენ საერთაშორისო პარტნიორებს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს. მათი პოზიცია პრინციპში არ ყოფილა უცხო, რომ ისინი მათი თითოეული ქმედება გამიზნული იყო იმისკენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირებულიყვნენ და შექმნოდათ პოლიტიკური დისკომფორტი. ეს ამ ყველაფერს ჩვენ პრინციპში თვალს ვადევნებდით 2024 წლის არჩევნებიდან მოყოლებული და მათ შორის თვალს ვადევნებდით მათ საჯარო განცხადებებს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგაც და მართულ გუნდში განმარტავდნენ, რომ ჩვენს პარტნიორებს ისინი არ მიიჩნევენ მტერ სახელმწიფოებად. პროკურატურა გულისხმობდა იმას, რომ მტრული ქმედებაა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ თითოეული პოლიტიკოსის ის საქციელი, რომელიც საზოგადოებისთვის იყო საჯარო. რაც შეეხება სამართლებრივ გაგრძელებას ამ საქმისას, ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახლა ყველა უნდა დაელოდოს იმ მტკიცებულებებს, რომელზე დაყრდნობითაც პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი ძიება დაიწყო ოპოზიციის წარმომადგენელთა წინააღმდეგ. დღეს რეჟიმმა განაცხადა, რომ რეჟიმის კრიტიკა, მათ შორის კრიტიკა უცხოელ პარტნიორებთან ნებისმიერი შეხვედრა, საზღვარგარეთ ჩანიშნული ვიზიტი, აზრის გამოხატვა და სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების და საქართველოს მოქალაქეების დაცვა არის კრიმინალი, არის დანაშაული და ისჯება პატიმრობით. წოვებენ ციხეში მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ ფართო საზოგადოებრივ პოლიტიკური ერთიანობა რეჟიმის დამარცხების მიზნით. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი, როგორც მთავარი ოპონენტი და ივანიშვილის საოკუპაციო რეჟიმის მთავარი პოლიტიკური საფრთხე,
დამატებით რამდენიმე წლით ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ დარჩება უკანონო ტყვეობაში. საკვირი უკვე ოცნებისგან არაფერი აღარ არის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქართული მიწის დაცვის გამო გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმე აღძრეს 20 წლიანი მუხლით, მათი ლოგიკის ამოხსნა არის შეუძლებელი. უბრალოდ მთავარია რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი. საუბრობს პროკურატურა მტრული სახელმწიფოების თუ არ ვცდები ეს ტერმინი გამოიყენა ინფორმაციის მიწოდებაზე და ამ დროს არასახელებს ვინ არიან მტრული სახელმწიფოები, ხო? ანუ პირველ რიგში პროკურატურა მაშინ უნდა განმარტოს ვის გულისხმობს, ხო ჩვენ კი ხვდებით და გასაგებია ლოგიკურად ვისაც გულისხმობს, ხო? ანუ გულისხმობს პირველ რიგში ჩვენს რეალურ პარტნიორებს, ანუ ევროკავშირის ქვეყნებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და არ გულისხმობს მთავარ მართლაც მტრულ სახელმწიფოს, რაც არის რუსეთი. მაგრამ თავად ხო უნდა განმარტოს პირველ რიგში პროკურატურამ ვის გულისხმობს მტრულ სახელმწიფოებში. ასაც არ დამინახია პროკურორის განცხადებაში, რომ რომელიმე კონკრეტული ქვეყანა გამოცხადდა მტრულ სახელმწიფოს. მისი განცხადებიდან იკვეთება, რომ ამ პირებმა ჩაიდინეს მტრული საქციელი სახელმწიფოს წინააღმდეგ. მე პოლიტიკური შეფასება თუ გაინტერესებთ, გეტყვით, რომ საქართველოს სახელმწიფო არ თulis არც ერთ ამ სახელმწიფოს თავის მტერ სახელმწიფო. მტრული საქმიანობა შეიძლება ნიშნავდეს რამე კონკრეტულს, რომელსაც ახორციელებს ვიღაცა კონკრეტული პირი. ის რაც განაცხადა რომ თქვა ახალი არაფერი არ არის, იმიტომ ამას ჩვენ ყველანი პირდაპირ ეთერში უყურებდით, ხო? რომ საქართველო არის რუსეთისთვის იარაღის მიწოდების ხვრელი და უნდა მოხდეს კონსტიტუციური წყობილების არაკანონიერი შეცვლა და ასე შემდეგ. ამას ჩვენ ყველაფერს უყურებთ. დანარჩენი კიდევ ერთხელ ვიმეორებ. გამოძიების პრეროგატივაში და მით უმეტეს სასამართლოს გადაწყვეტილებებში მე ვერანაირ პროგნოზირებას ვერ გავაკეთებ და ვერანაირ კომენტარს. რა დამატებითი მტკიცებულებები აქვს საგამოძიებო უწყებას პროკურატურას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვინაიდან მათი ერთობლივი ღონისძიებების შედეგად წარუდგინეს პოლიტიკოსებს ბრალი სისხლის სამართლის საქმეზე. ამას ალბათ ადვოკატებისთვისაც იქნება ეს ხელმისაწვდომი იმის გათვალისწინებით, რომ ბრალის დადგენილებების ჩაბარების შემდგომ მათ უკვე ექნებათ ცდომა საქმის მასალებზე და ისინი საუბრებენ არა მარტო ამ საქმის მასალების შინაარსთან, არამედ თავად პოლიტიკოსების პოზიციებთან დაკავშირებითაც, ვინაიდან ექნებათ შესაძლებლობა, რომ გაესაუბრონ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს, მოგვაწოდონ ჟურნალისტებს ინფორმაცია, როგორი არის ოპოზიციური სპექტრის დამოკიდებულება და ბუნებრივია თვალს მივადევნებთ ასევე, როგორი იქნება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიცია მათი ოპონენტების მიმართ. მადლობა, ანა ბროლაძე იყო პირდაპირ ეთერში.